მართლა სასტრაფო შეტყობინება ახლო აღმოსავლეთის შესახებ. თურქულმა სააგენტო ანადოლუმ ახლახან გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა და ირანმა შეთანხმდნენ მოქმედი 60 დღიანი ზავის გაგრძელებაზე, რომელიც ივნისში დაწესდა. თუმცა ივლისში ომის ახალი ფაზის დაწყებამ ის დაარღვია. მაგრამ პირდაპირ ამის შემდეგ სააგენტო როიტერსი თავის წყაროზე დაყრდნობით უკვე ირანიდან ამ ინფორმაციას უარყოფს. თანაც უარყოფს არა მხოლოდ სიტყვებით, რომ მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, არამედ საერთოდ თავად საკითხის ლოგიკას. თითქოს ირანის რეჟიმს ცეცხლის შეწყვეტა არ აქვს და ოფიციალური თარიღიც ამ ცეცხლის შეწყვეტის დაწყების თითქოს არ დადგენილა. შესაბამისად, ლოგიკურად არც გასაგრძელებელი არაფერი. ამიტომ ახლა ჩვენ ვხედავთ სიტუაციას, სადაც ორი საინფორმაციო სააგენტო ერთდროულად ორ განსხვავებულ ამბავს ხვება. ერთი, ანუ თურქული ანადოლუ, წერს, რომ ზავი არსებობს და აშშ და ირანი თითქოს ახლახან შეთანხმდნენ მის გაგრძელებაზე. ხოლო მეორე, ანუ როიტერსი, წერს, რომ ეს ზავი არც შეიძლება არსებობდეს, რადგან თითქოს ის არც კი დადგენილა და ირანი მას არასდროს იცავდა. ამიტომ მოდით ახლა ძალიან მოკლედ და მშვიდად განვიხილოთ რა ხდება და საერთოდ საიდან გაჩნდა ეს შეტყობინება ზავის შესახებ, რადგან ეს შეიძლება ცოტა დააბნიოს. ამიტომ გადავთვლით სასტრაფოდ ჩავწეროთ ცალკე გამოშვება ამ თემაზე, რათა განმარტო რა ხდება. ჩემი სახელია ალექსეი პეჩი. სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწერეთ ეს არხი, დაალაიქეთ ეს გამოშვება და დაწერეთ ნებისმიერი თქვენი კომენტარი. მაშასე, თურქული სააგენტო ანადოლუს ინფორმაციით, პაკისტანის მთავრობაში არსებულმა წყაროებმა, რომელიც მოლაპარაკებებში მთავარ შუამავლად გამოდის, აცნობენ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ირანმა შეთანხმდნენ, გაახანგრძლიონ 60 დღიანი ზავის ვადა, რომელიც ეგრეთ წოდებულ ისლამაბადის მემორანდუმის ფარგლებში იყო დაწესებული. მიმდინარე შეთანხმების ვადა იწურება 17 აგვისტოს, ანუ სულ რაღაც 5 დღეში. წყარომ, რომელიც შუამავლობის პროცესს ახლოს იცნობს, განაცხადა, ციტატა: ორივე მხარემ შუამავლებს აცნობა, რომ თანახმა არიან შეთანხმების ვადის გაგრძელებაზე, თუმცა ამავე დროს მოვიდა პირდაპირი უარყოფა ამ ინფორმაციის. მაგრამ სიმართლე ვთქვათ, ეს ცოტა სხვა წყაროებიდან და ცოტა სხვა მხრიდან მოვიდა. როიტერსი ირანის მაღალჩინოსან წყაროზე დარყნობით ავრცელებს ირანსა და აშშ-ს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გაგრძელებაზე განხილვები არ მიმდინარეობს. ირანის თვალსაზრისით ცეცხლის შეწყვეტა არ არსებობს. შესაბამისად, გასაგრძელებელი არაფერია. ანუ ირანული მხარე არა მხოლოდ უარყოფს კონკრეტულ ამბავს ზავის გაგრძელების შესახებ. ის საერთოდ უარყოფს, რომ ზავი იურიდიულად არსებობს, როგორც დოკუმენტი გარკვეული თარიღებით. აქ არის მინიშნება, რომ ირანში თითქოს ამბობენ, მოусმინეთ კი რაღაც მემორანდუმი მოვაწერეთ ხელი. მაგრამ შემდეგ ის მილიონჯერ დაირღვა. ამიტომ არანაირი ზავი არ არსებობს, შესაბამისად, რას აპირებთ საერთოდ გაახანგრძლიოთ? შემდეგ კი მოგაწვით ინფორმაციას, რომლის გარეშეც ეს შეუსაბამობა საერთოდ გაუგებარია. თავად ისლამაბადის მემორანდუმი, ანუ ურთიერთგაგების მემორანდუმი, ეს არ არის რაღაც აბსტრაქცია. ეს რეალურად ხელმოწერილი დოკუმენტია, რომლის შესახებაც უბრალოდ ყველამ უკვე დიდი ხანია დაივიწყა. გახსენეთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ირანის პრეზიდენტმა მასუდ პიზეშკიანმა ეს მემორანდუმი 17 ივნისს წელს მოაწერეს ხელი. ხოლო მეორე დღეს, 18 ივნისს, როგორც მედიატორმა, თავის ხელმოწერა პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შაჰბაზ შარიფმა დასვა. როგორც ჩანს, პაკისტანისთვის ეს მართლაც ნამდვილი დიპლომატიური ტრიუმფი გახდა. რადგან დიდი ხნის შემდეგ პირველად პაკისტანი შუამავლად გამოვიდა ასეთი მასშტაბური საერთაშორისო კრიზისის მოგვარებაში და თანაც მოახერხა ის, რომ რეალურად ხელი მოეწერა ზავს. რა კონკრეტულად ეწერა იმ მემორანდუმში? შეგახსენებთ, დოკუმენტი მოიცავდა 14 პუნქტს, რომელსაც დონალდ ტრამპი თავიდან უარყოფდა. შემდეგ კი აღიარა. ეს არის საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში. საზღვაო ბლოკადის მოხსნა, ირანის წინააღმდეგ ამერიკული სანქციების გაუქმება, არმუტის სრუტის განბლოკვა და განაღმა, თეირანის უარი ბირთვულ იარაღზე და მზადყოფნა საბოლოო მოგვარების შესახებ მოლაპარაკებებისთვის. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კაზემ გარიბაბადი მაშინვე აზუსტებდა, რომ 60 დღიანი ზავი მოიცავს ბირთვული პროგრამის განხილვას, ზღვის ბლოკადის მოხსნა 15 ივნისიდან და საბრძოლო ოპერაციების შეწყვეტა ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში. და თავად ის ფაქტი, რომ მაშინ დოკუმენტს მემორანდუმი უწოდეს და არა სრულფასოვანი იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულება, უკვე მაშინ ივნისში მიუთითებდა იმაზე, რომ მხარეებმა ვერ შეძლეს უფრო სერიოზულ და კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმება. კიდევ ერთხელ, განზრახვების მემორანდუმი
თვითონ დასახელება ამბობს ყველაფერს. რომ თითქოს მომავალში რაღაცის გაკეთებას ვაპირებთ, შესაძლოა. თალკე ტრამპმა მაშინ მადლობა გადაუხადა ჩინეთსა და რუსეთსაც. თუმცა სიმართლე რო თქვა, ბოლომდე არ იყო გასაგები, კონკრეტულად რისთვის. თუმცა მისი თქმით, რუსეთსა და ჩინეთს მადლობა იმისთვის გადაუხადა, რომ ისინი ომში არ ჩაერინენ. მაგრამ როგორც იცით, ომი გაგრძელდა ყველა ამ კვირის განმავლობაში, 18 ივნისის შემდეგ. ამიტომ ფორმალურად ეს მემორანდუმი საერთოდ არ მუშაობდა. შესაბამისად, მასში მითითებული ზავიაც არ მუშაობდა. მიუხედავად ამისა, თუ ხელმოწერის თარიღიდან დავთვლით, ანუ 17 ივნისიდან 60 დღის მოქმედების ვადა იწურება. მართლაც, 17 აგვისტოს, ანუ სწორედ ის თარიღი, რომელსაც სააგენტო ანა ანადოლუ ასახელებს, მათემატიკურად ემთხვევა. მაგრამ აი რა არის პრობლემა. ის რაც ბოლო კვირებში ხდებოდა და ამას ჩვენ წინა გამოშვებებში ამ YouTube-არზე განვიხილავდით, საერთოდ არ გავს ზავის დაცვას. მაგალითად, ირანის უმაღლესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ზალგად რამდენიმე დღის წინ აკენებდა 6 მკაცრ მოთხოვნას ჰორმუზის სრუტის გამბლოკვისთვის. მათ შორის იყო რეპარაციების გადახდა, ომის შეჩერება და ასე შემდეგ. აშშ თავის მხრივ განაახლებდა დარტყმებს ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის ობიექტებზე. ანუ ფაქტობრივად საბრძოლო მოქმედებები ხან წყნარდებოდა, ხანაც განახლდებოდა. და ეს უკვე ხდებოდა მას შემდეგ, რაც ივნისში ეს ზავი ფორმალურად გაფორმდა. ამიტომ დოკუმენტი მთელი ამ დროის განმავლობაში არსებობდა, მაგრამ ფაქტობრივად არ სრულდებოდა. აქედან როგორც ჩანს, მოდის ეს დღევანდელი არეულობაც. როგორც ჩანს, პაკისტანი როგორც შუამავალი დაინტერესებულია იმით, რომ აჩვენოს თითქოს მისი მემორანდუმი, რომელსაც მათ ისლამაბადის მემორანდუმი დაარქვეს, კვლავ მუშაობს, თუ მხარეები მზად არიან მისი გაგრძელებისთვის. ეს არის სწორედ ის დიპლომატიური ტრიუმფი, რომელზეც ივლისში თავად პაკისტანელი დიპლომატები საუბრობდნენ. აი, ირანს პირიქით, ირანისთვის უფრო მომგებიანია თქვას, რომ საერთოდ არ არსებობს რაიმე ფორმალური ზავი კონკრეტული თარიღებით. ეს ნიშნავს, რომ თეირანი არაფრით არის ფორმალურად შეზღუდული და შეუძლია იმოქმედოს სიტუაციის მიხედვით. მათ შორის გააგრძელოს ახალი მოთხოვნების გამოყენება, როგორც ეს ზადალგადმა სწორედ ამ კვირაში გააკეთა. სწორედ ამას აკეთებს ირანი. ის ამბობს: მოусმინეთ, ყველამ უკვე დაივიწყა ის შეთანხმება. აღარ არსებობს არანაირი მემორანდუმი. ამიტომ ჩვენ ვაყენებთ ახალ მოთხოვნებს. ხოლო პაკისტანი ამბობს: მოусმინეთ, მოდი დავშვიდეთ, დაუბრუნდეთ ამ თემას, ჩვენ ხომ საერთოდ მემორანდუმი ქონდა ხელმოწერილი. ასე რომ თუ ყველაფერს ერთად შევკრებთ, ჩვენს წინაშე ეს არ არის იმდენად ფაქტობრივი აცდენა ინფორმაციაში, რამდენადაც ერთი და იმავე დოკუმენტის სხვადასხვა ვერსიებია. უბრალოდ სხვადასხვა მხარეებისთვის სხვადასხვა ვარიანტები არის მომგებიანი. პაკისტანი როგორც შუამავალი ხაზს უსვამს მკაფიო სტრუქტურის არსებობას თარიღებითა და გაგრძელების ვადებით. რადგან ეს მისი საკუთარი დიპლომატიური წარმატება. აქედან მოდის ჩვენთან ამბავი, რომ აშშ და ირანი შეთანხმდნენ ზავის გაგრძელებაზე. ხოლო ირანი უარყოფს თვითონ ჩარჩოს ფიქსირებული ვადებით, რადგან ასე მას ხელები გახსნილი აქვს და აღარ არის საჭირო ახსნა, რატო გაგრძელდა საბრძოლო მოქმედებები უკვე ცეცხლის შეწყდის ხელმოწერის შემდეგ. ანუ, თუ ადრე ისინი მიზეზს ეძებდნენ, ამბობდნენ, აი ამერიკელებმა დაგვარტყეს, ამიტომ ჩვენაც პასუხად დავარტყით და ასე შემდეგ. ეხლა ისინი უკვე ამითაც აღარ იწუხებენ თავს და ამბობენ, მორჩა დავივიწყეთ ის მემორანდუმი, უბრალოდ ურთევთ და მორჩა. ვაშინგტონის ოფიციალური რეაქცია ამ ამბის მომენტისთვის ჯერ არ შემოსულა. ასე რომ, ველოდებით რომელ ვერსიას დაუჯერს მხარს თავად თეთრი სახლი. და იქ ბოდიშით ისევ გამწვავებაა. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ირანი რამეს გააკეთებს, იცით რა, ის განადგურდება. აი ესეთი რამ ტრამპისგან ჯერ არ მომისმენია. ბოლოს და ბოლოს მან ეს თქვა. ეს სარკაზმია. და დაამატა, რომ ის არის ბოლო ადამიანი, რომელიც ირანს ენდობა, რადგან მისი თქმით, თეირანი მუდმივად ატყუებდა მას. და შემდეგ მოვიყვან ტრამპის ციტატას. მე არ ვენდობი ირანს. რატო გინდა თქვათ, რომ მე ირანს ვენდობი? მე ბოლო ადამიანი ვარ, რომელიც ირანს ენდობა. ისინი მუდმივად მათხოვებდნენ. ეხლა ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ ჰორმუზის სრუტეს. არა ისინი, არამედ ჩვენ ვაკონტროლებთ მას. ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ მას. ჰორმუზის სრუტე ჩვენია. და რაღაც მომენტში შესაძლოა ისინი რაღაცას გააკეთებენ. და მაშინ მათ უბრალოდ გაანადგურებენ. მაგრამ ამჟამად ჩვენ ძალიან ხელსაყრელ მდგომარეობაში ვართ. ჩვენ ყავს ქვეყანა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში 50 წლის განმავლობაში მთავარი პროვოკატორი იყო. სიამდვილეში თუ დავფიქრდებით, უკვე 51 წელია. ხომ ასეა? ჩვენ 4 წელი ვამბობდით. 47. და ეხლა ისინი აღარ არიან მთავარი პროვოკატორები ახლო აღმოსავლეთში. იცით, მე მგონია, რომ ტრამპმა ვლადიმირ პუტინისგან ისწავლა ფორმულირებები. ნახეთ, ის ამბობს, ჰორმუზის სრუტე ჩვენიაო. ანალოგია ყირიმი ჩვენია. და განცხადება იმის შესახებ, რომ მე მომატყუეს, მათ მომატყუეს, ამიტომ აღარ ვენდობი მათ. მოკლედ, ამ მოკლე ამბის შეჯამებით, ჯერჯერობით არანაირი ზავი არ არსებობს.
ფაქტობრივად. და ეს ფრაზებით ჟონგლირება, გაახანგრძლიონ ზავი თუ არა, ეს ყველაფერი ჩვეულებრივი დიპლომატიური აურზაურია. იმ იმედით, რომ როგორმე მოახერხებენ იმ მემორანდუმის რეანიმაციას, რომელიც 17 ივნისს იყო ხელმოწერილი. ამიტომ აქ წერტილებს დავსვამ. გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ეს გამოშვება და აუცილებლად დაწერეთ თქვენი კომენტარები. ეს იყო ყველაფერი. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ნახვამდის.